რაღაც შიგნით უნდა იყოს წერური ნაპერწკალი, რომელიც დაგაწერინებს. ტექსტი ვერ მინდა ჩავატარე, ცოტა პროვოკაციული კითხვა მაქვს. აქ დადგა აღიარების დრო. მას მეუბნები. განიკითხავდნენ რომ როგორ გაბედა. ოჯახი დაანგრია, შვილები უნანად დატოვა, მთელი ცხოვრება, რამდენჯერაც ქმარი დათვრებოდა, ოქრობიჭი, რომ დათვრებოდა. ამას უნდა მოეთმინა, ჩვენ ხომ არ ვაიძულებთ ქალებს დარჩნენ მოძალადეების გვერდით. ძალადობა მე ძალადობა შობს. თუ რაღაც ძალიან ცუდი დაგემართება, შენ ვალდებული ხარ ამ ტრაგედიას შეეწირო. საყვარ ადამიანს დაკარგავთ, მეგობარს, მშობელს, ცხოვრება გრძელდება და ცხოვრება შანსს რო გაძლევს, ჩვენ უნდა მიიღო. მე გამოვიარე ჯოჯოხეთი, როდესაც ბუმი ატყდა წიგნზე აღიარება ხელის გულზე. თუ მწერლობა მართლა გინდა, ფარხმალი არ უნდა დაყარო. მეორე შანსი ფაქტიურად გადავწერე. ორმა მეგობარმა რაღაცა შენიშვნა ჩემთვის ძვირფასი ადამიანები იყო, მათი აზრი გავითვალისწინე და აი ეს წიგნი ფაქტიურად თავდაყიდა და დავაყენე. შენს ტექსტთან ყველაზე ინტიმური ურთიერთობა შენ გაქვს და შენს პერსონაჟებსაც ყველაზე სიღრმისეულად შენი ცნობ. მე ახლა მეორე საიდუმლოს გავამხო. როგორი სიურპრიზებით ხარ სავსე თინათინ. შეიძლება მომდევნო წიგნში უარესებით რას მელაპარაკები შოკირებული. მოგესალმებით, თქვენ უყურებთ ლიტგურუს, ეს არის ლიტერატურული, ინტელექტუალური შემეცნებითი სახის პოდკასტი. ჩვენ ხვდებით ყოველ 4 შაბათს 8 საათზე საინტერესო სტუმრებთან ერთად. დღეს ვისაუბრებთ ტექსტის დაბადებაზე და ვინ იქნებოდა ჩვენი სტუმარი, თუ არა თინათინ ბერიძე, 4 ბესტსელერის ავტორი. თინათინ, გამარჯობა, ძალიან დიდი მადლობა რომ გვეწვიევ. ვფიქრობ, რომ ჩვენი მსმენელები და მოყურებლები მნიშვნელოვანი ინფორმაციას წაიღებენ აქედან. დავიწყოთ მოდი შენი ბიოგრაფიით. 27 წლის ხარ, ნუ ქალს კი ასაკს არ ეკითხებიან, მაგრამ მე გამოვიკვლიე ეგეც. და ვფიქრობ ეს ის ასაკია, როცა რეალურად ბევრი გაქვს სათქმელი გარემომცველი საზოგადოებისთვის. თინათინ, როდის დაიწყე წერა? მოგესალმები, პირველ რიგში მივესალმები შენს მსმენელს თუ მაყურებელს. რომელი ხარ აბა? ვინც არის? პირველ რიგში ძალიან დიდი მადლობა. ყველგან აღვნიშნავ, რომ ჩემი მწერლური ცხოვრება ცოტა ზღაპრულია და ახლა უკვე მესამეს დაემატა ეს პოდკასტური. პირველი შემთხვევა არის, ასე YouTube-ისთვის რომ მიწევს ჩაწერა, ძალიან დიდი მადლობა დაინტერესებისათვის და წარმატებას ვუშვებ შენს გადაცემას. რაც შეეხება, ხო, აი ამას ასაკს არ ეკითხებიან ქალთა დასამალის არაფერი არ ნამდვილად. ასე რომ ხო, რაც შეეხება ჩემს სათქმელს, არ ვიცი, წერა დავიწყე 32 წლის ასაკში. საკმაოდ ახალი დაწყებული გაქვს შეიძლება ითქვას. საკმაოდ, რომ არა, მე სულ აღვნიშნავ, რომ არა გახდი ბესტსელერის ავტორი, მე წერალი როგორც თინათინ ბერიძე არ იარსებებდა, იმიტომ რომ მანამდე არაფერი არ მქონდა დაწერილი, არც მცდელობა, არც ნოველა, ლექსი, ჩანახატი, არაფერი. მთელი ეს თუ არაფერი დაგიწერია? ჰოპ, და უცებ დაიბადა მოპარული სიყვარული. კი ბატონო. მე ვიცი რომ მოპარული სიყვარულის იდეა ჩაგესახა Facebook სტატუსით თუ პოსტით რაღაც მსგავსი მოხდა წააწყდი და იფიქრე რომ ამაზე კარგი წიგნი დაიწერებოდა. რეალურად ეგრე იყო რომ Facebook-ში ნახეთ ასეთი მე და ჩემო მეგობარმა სტატუსი რომ თუ მოწყენილი ხარ უბრალოდ გააგზავნე ტექსტი SMS-ი რა ნებისმიერ უცნობ მომენტზე მე ორსულად ვარო და დაელოდა შედეგსა გამხიარულიო რა და ის ბიჭი ძალიან გამხიარულდებოდა. ხო და მე არასოდეს არ ვარ ეგეთი თამამი რომ უცნობ ნომერზე გაუგზავნო და შარი ავიკიდო და ვუთხარი რომ თუ ძალიან გაინტერესებს მეთქი დაგიწერ რა შეიძლება მოხდეს. არასოდეს არ წერდი, მაგრამ ისე დიდი ფანტაზიური ვიყავი სულ. წიგნი თუ ფილმი თუ რაც არ მომეწონებოდა როგორც მე მინდოდა ისევ ასრულებდი. მე ასე მინდა რომ დავასრულდეს და მორჩა, ხო და დავიწყე წერა, ჩანახატი. აი მართლა რომ გამეგზავნა ვიღაცას ნომერზე, რაღაც პროგრამებით ნომერის კი შევარჩიე, რომლის ანუ ვიღაც პიროვნება რეალურად არსებობს, რომელსაც ლევანი ქვია და რომლის ნომერი სრულდება 007-ით. მაქედან აგენტი 007-ო და რაღაცა. ვინც წაკითხულიც აქვს შენი წიგნი. ხო, სხვათა შორის ერთმა ლევანმა მომწერა, რომ ბათუმში მოვდივარ ლევან ქვიაო და იმედია არავინ არ მომკლავს.
ხო და ასე დაიწყო და ერთი თავი დავწერე, ამოუბეჭდე და მივეცი. მე მითხრა რომ როგორც სერიალს ველოდებიო, ახალ სერიალსო ისეო, ახლა რახან დაიწყე, უნდა დაასრულო და პერიოდულად ვაწოდებდი და მე ეს კონკურსიც დაემთხვა. წინა გამარჯვებულებსაც ვეცნობოდი. მგონი პირველი სეზონი და მე ნათია ნიკოლოზე და 19-ში უკვე რახან დაიწყო ეგ. ვიფიქრე ჯანდაბას რას ვკარგავ გავაგზავნე. ესე იგი თუ სწორად გავიგე ამ ტექსტს თავთავებად რომ წერდი, მხოლოდ შენს მეგობარს აკითხებდი თუ სადმე ტვირთავდი კიდეც? არა. ეს პირველი ნაწილი 20 გვერდამდე რომ კონკურსისთვის აიწირთა, ეგ იყო, სხვა არავის არ ქონდა წაკითხული ასე ვთქვათ და დასასრულით შევცვალე მე კი. დაილოცოს შენი მეგობარის რა გითხრა მოკითხვა რა ქვია? მოკითხვა აზას. აზა მოკითხვა კარგი გოგო ხარ. ყველას გჭირდება ასეთი მეგობარი, ვინც დაგვეხმარება ჩვენი პოტენციალის გამოვლინებასა და ათვისებაში. თინათინ ფინანსისტი ხარ პროფესიით და საკმაოდ შორს დგას ეს ყველაფერი ლიტერატურისგან. თუმცა მე მგონია რომ რაც უფრო მრავალმხრივია მწერალი და მისი ცოდნა შესაბამისად, წიგნებიც უფრო კარგი გამოდის. როგორი იყენებს შენს პროფესიულ უნარებს, თუნდაც თეორიულ ცოდნას ან პრაქტიკულ ცოდნას ამ ყველაფერში? ფინანსისტი ახლა რო ვაღია როგორც ფერო იყო რომ დავფიქრდეთ, ჩემი მოწოდება არ არის რომ ვიყო ფინანსისტი. უბრალოდ იმიტომ ავირჩიეს პროფესია, რომ მათემატიკა ვიცოდი კარგად ვიცოდი რა. ახლა ზედმეტი ფიქრი არ მჭირდებოდა მარტივად ხსნიდი და პირველი ეროვნული გამოცდები დაემთხვა, მე რომ სკოლა დავამთავრე და შენ მათემატიკა კარგად იცი, ამასაც ჩააბარებ, ხო იცი? 1000 ვიღაცა რომ გირჩევს და ვიფიქრე რატომაც არა ვცდი. მართლა არავინ არ იცოდა ეს ზოგადი უნარები და ეს ეროვნული რახილი იყო და ისე მოხდა რომ გრანტი ავიღე და ფინანსისტი გავხდი. ნუ საფინანსო და საბანკო საქმე ერქვა ჩემს პროფესიას, ასე დავიწყე და რაც შეეხება ახლა ამის წერლობაში გადმოტანას, მანამდე არც მიფიქრია როგორც გითხარი ეს არაფრის დაწერა და ახლა რო ვუყურებ, ყველაზე დაღლილი როცა ვარ ციფრებისგან, როცა ძალიან გადამკვდარი როცა ვარ, მაშინ უფრო მეც მუშაობ და მგონი ამ რიცხვებისგან დაღლილი სიტყვებში ვისმენებ, ასე ავხსნი, ვაბალანსებ რაღაცნაირად და შეიძლება ამ მათემატიკას უნდა ცოტა ლოგიკური აზროვნება, ცოტა სწრაფი აზროვნება, შეიძლება მეხმარება კიდევაც, არ ვიცი. რა თქმა უნდა გეხმარება. თან გინდა თუ არ გინდა, შემოქმედებით ადამიანს სჭირდება არეალი, სადაც არ იქნება ლოგიკური, არ იქნება ცივი გონების მქონე, იქნება შეშლილი გიჟი და გადარეული, თუნდაც გააგზავნის მესიჯს უცხო ნომერზე და ეტყვის რომ ორსულათა ვარ. ოკეი. როგორ გგონია მოპარული სიყვარულის წარმატება რამ განაპირობა? ამ კითხვაზე პასუხი მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ რეალურად ჩვენ მომავალი მწერლები გვისმენენ და მათ აინტერესებთ, როგორ დაიპყრონ საზოგადოების გული. მე მგონია რომ მოპარული სიყვარულის წარმატება განაპირობა იმან რომ არის მარტივინით დაწერილი. ჩემი 4-ვე წიგნი რომ ახლა შეადარო სტატისტიკა გაყიდვების 6 წელი გავიდა და მოპარული სიყვარული არის მაინც გაყიდვების ლიდერი ჩემს წიგნებს შორის და მე ვფიქრობ რომ სიმარტივე განაპირობებს ამას, იმიტომ რომ ძალიან მარტივად იკითხებაო, ვინც კითხულობს ამას მეუბნება, მე ის რომ სასიყვარულო არის და ჩვენთან დრამა ძალიან ვიყვართ რო ვაღიაროთ. სიყვარულიც ვიყვართ. კი, მაგრამ ეს დრამები განსაკუთრებით ცრემლები და რაღაცა და კიდევ ის რომ ბევრი მეუბნება რომ აი მხოლოდ სიყვარულიც არა, მეგობრობა, რაღაცა დეტალები არის, რაც ცხოვრებისგან მაქვს აღებული და შეიძლება ნებისმიერმა რაღაცა პატარა ეპიზოდში მისი თავი ამოიცნოს და მე ბევრი რჩევა მე თვითონ მიმიღია და ერთ-ერთი ყველაზე კარგი რჩევა რაც მომისმინე ის არის რომ წერმა უნდა წეროს ის, რაც იცის. არ არსებობს ახლა რომ ვიღაცამ მომთხოვოს რომ თქვა აფხაზეთის თემა, აგვისტოს ომის თემა ძალიან კარგად გაიყიდება და დაწერე, ვერ დავწერ, იმიტომ რომ ეგ თემა არ ვიცი რა. ძირფესი ყალბი გამომივა და რაც ვიცი, ალბათ გულწრფელობაც მნიშვნელოვანია. კი.
თავარი პერსონაჟის სახელი გამახსენე, ენჯი. ენჯი რამდენად გავს? მე არც ერთი პერსონაჟი არ მგავს. როგორ ახერხებ ამას ვარ გავს არც ერთი მე ყველა მგავს. არ მგავს არის, იმიტომ რომ რა ვიცი, ენჯი უფრო გაბედული არის, უფრო ტრაგიკული, თუმცა ყველას მართლა ვინც არ მიცნობს რა, წაიკითხავს წიგს. პირველი კითხვა უჩნდება რომ ის SMS-ი მართლა გააგზავნე და მეორე ის რომ ვიღაცა მართლა მოგიკვდა საყვარელი ადამიანი და არ არის ეს რა ქვია ჩემი ისტორია არ არის კი და კი არა და იმასაც მეკითხებიან აი წიგში ენჯი ნაშვილებია ნაშვილები ხო არ ხარო და ამაზე სულ ხუმრობ რომ პირველი რო ვიყო ან ბოლოშვილი ვიფიქრებდი რომ ნაშვილები ვარ შუაში ვარ არავინ არ მიშვილებდა მეორე შვილს არავინ არ მიშვილებდა საინტერესოა ხო და ყველა იმ ისტორია გამოგონილია ჩემს 4 წიგში ერთის გარდა ბაბუა მყავს მეორე წიგში მეორესთან შანსში რომელიც მოყარულ სიყვარულს გაგრძელება მოქმედება ხდება მაღალმთიან აჭარაში გოდერძის უღერტეხილსა და იქ არის ერთი ძალიან საყვარელი ბაბუა და ის არის ბაბუა ჩემის პროტოტიპი. მხოლოდ იქ ალბათ ბაბუას მონატრებამ და შემაქმნევინა. ეს უყვარლობა. დანარჩენი ყველა მოგონილია. მინდა რომ მეორე შანსს რადგანაც შევეხეთ კიდევ უფრო გავშალოთ ეს თემა. პირველი წიგნი თან არ დავასპოილეროთ ის ადამიანები, ვისაც წაკითხული არ აქვთ. ისე სრულდება, რომ უკმარისობის განცდას გიტოვებს, ასე ვიტყოდი და ეს კარგია, იმიტომ რომ მეტი და მეტი გინდა და დარწმუნებული ვარ მილიონი წერილი შემოგივიდა, რომ თინათინ დროზე მეორე ნაწილი დაიდოს, მეც მწერენ ხოლმე მაგას აღიარება ხელის გულზე შესაძლებ, რომ როდის იქნება გაგრძელება. ნუ, ჩემ შემთხვევაში გაგრძელება არ იქნება, მაგრამ ჩემ შემთხვევაში ფაქტის სახეზეა, რომ მეორე შანსი გვაქვს. როდის მიხვდი, რომ ამ წიგნს მართლა სჭირდებოდა გაგრძელება და რა იყო ეს გადამწყვეტი მომენტი, რამაც კალამი ხელში აგაღებინა. მე წიგნი რო გავაგზავნე, სულ სხვა დასასრული მქონდა, მაგრამ აი ბოლოს შევცვალე და დავასრულე ისე როგორც დასრულდა და ვფიქრობ, რომ ზუსტად მაგან გაამართლა და გახდა ასეთი ოპ და უცებ 19-ში დეკემბერში იყო 2019 წლის დეკემბერში წარდგენა წიგნის და მე კორონაც დაიწყო და მგონი ამანაც წიგნების პოპულარიზაციას ხელი შეუწყო, იმიტომ რომ სოციალურ ქსელში ჯგუფები გაჩნდა, PDF ფაილები იქნებოდა ხო და აი დასასრულის გამო ბევრი მწერდა მართლა. ახლა ცოტა სპოილერები მგინდა. ისე უთხარით, რომ თან არ უთხარ. ან ტრაგიკული დასასრულის გამო მოკლედ რო ვთქვა. ძალიან რატო გადავწყვიტე მეორე შანსის დაწერა. ძალიან ბევრმა ისე გაიგო, რომ ადამიანი რომ რაღაც ტრაგიკულს მივა ცხოვრებაში რაღაცასთან, იმის ცხოვრება უნდა შეწყდეს. მე ეს არ მინდოდა რომ ასე გაეგეს რა. რეალურად არ ვარ არც ტრაგიკული პერსონაჟი, არც პირიქით მგონია რომ ყველაფერი ყველა იმსახურებს მეორე შანსს და მე მინდოდა რომ ყველასთვის მეჩვენებინა რომ საყვარელ ადამიანს დაკარგავთ, მეგობარს, მშობელს, ცხოვრება გრძელდება და ცხოვრება შანსს რო გაძლევს, ჩვენ უნდა მიიღო. რაღაც ამის ჩვენება მინდოდა რამდენად გამომივიდა არ ვიცი, იმიტომ რომ მაინც იმ წიგს მისტირიან და ვერ ეგუებიან ამ გაგრძელებას. აი ასე მწერენ, ენჯი რომ ცხოვრება გაგრძელა კარგია, მაგრამ არსებობს ეს მაგრამ არსებობს. რეალურად მე იმისი თქმა მინდოდა რომ მეორე შანსს ყველა იმსახურებს და არც ერთი ადამიანი აი რაღაც ტრაგიკული ისტორიის გამო ცხოვრებას არ წყვეტს. როგორ გქონია საზოგადოებას რატომ აქვს მეორე შანსის მიუღებლობა? არა წიგნის, არამედ კონცეფციის, რომ თითქოს თუ რაღაც ძალიან ცუდი დაგემართება, შენ ვალდებული ხარ ამ ტრაგედიას შეეწირო. ნუ ფიზიკურად ცოცხლად რჩები, მაგრამ მაინც მოლოდინია იმის რომ ადამიანებს უყვართ ჩვენ მგონი საზოგადოებას ყავს გლოვა. აი ტრაგედია რომ გადამხდეს, დარწმუნებულად იმდენი შემატკვარი გამომიჩნდება. რავი, იმიტომ რომ უყვართ აი სხვისი უბედურების განხილვა. ეს ძალიან უყვართ. აი როგორი უბედურია ვთქვა თათული როგორი უბედურია და ყველა გისამძიმნობს შენს გვერდით ვარ, მაგრამ შეიძლება ბედნიერი ვიყო, არავინ არ მოვიდეს და ხო რაღაცნაირად ასეთია და ტრაგიკული საზოგადოება გამოდის რა, იმიტომ რომ შავი ფერები ზოგადად დიდხანს გლოვეს ყველაფერი ხომ ქართულია ძალიან. იქნებ ჩვენი იდენტობის ნაწილია ეს ერთი მხრივ, იმიტომ რომ ისტორიას რომ გადახედო საქართველოში სულ იბრძოდნენ, სულ შვილებს, ძმებს, დედებს კარგავდნენ, ან ტერიტორიას კარგავდნენ და ეს ყველაფერი შეუძლებელია არ დალექილიყო ჩვენს გენეტიკურ კოდში. და ასე რომ ვთქვათ, გაუცნობიერებლად გადავცემთ თაობიდან თაობას ტკივილს და ტკივილთან თანაარსებობის უნარს.
კიდევ შეიძლება ტვინის შაბლონის ბრალი იყოს, ჩვენს გონებას უყვარს შაბლონებით ცხოვრება, რომ მარტივად იპოვოს გამოსავალი და რადგანაც მიჩვეულია რომ იცხოვროს დარდში და ვარამში, თითქოს დისკომფორტს უჩენს ბედნიერება, აღარ იცის ამ ბედნიერებას რა მოუხერხოს და ალბათ წიგნებშიც სწორედ იმიტომ ვეძებთ ტრაგიზმს, როგორც ჩვენ აღნიშნე. ცხოვრება ჩოგბურთის წესებით, მე ვიცი რომ შენ სპორტი გიყვარს და სპორტულ ჟურნალისტობაზეც ოცნებობდი. ჯერ ის მითხარი ოცნებაზე უარი რატო თქვი? აი ფინანსისტობასთან წერა უფრო შესაბამისობა. ვიდრე ჟურნალისტობა კიდევ რა. მაგრამ მართლა იყო პერიოდი ბავშვობაში ვოცნებობდი რომ აი სპორტული თუნდაც ფეხბურთი წამეყვანა ვინმე ცნობილ კომენტატორთან ერთად ეს ოცნებად დარჩა, მაგრამ ისე თითქმის ყველა სპორტის ერთი ორი გამოკლებით თითქმის ყველა სპორტის სახეობა მიყვარს და ჩოგბურთი არის ერთ-ერთი მათგანი და სამწუხაროდ არ არის ისეთი პოპულარული როგორც თქვა ფეხბურთი რა, კალათბურთი რა ვიცი ხო და ვიფიქრე რომ აი მოდი ვცდი რომ დამეწერა, მაგრამ არც ისე არ მინდოდა რომ დამეწერა და რაღაც არარეალური ყოფილიყო რომ ვაღია რომ მაგ წიგნზე ყველაზე მეტად ვიმუშავე, იმიტომ რომ ცნობილი ის რა ქვია, ყველა თავი ასეა რომ რაღაც საჩოგბურთო წესი თითქოს შეესაბამება. მე ყველა თავის დასაწყისში არის ცნობილი ჩოგბურთელის გამონათქვამი, რომელიც ისევ იმ თავს შეესაბამება. ესენი მოვიძიე უნდა გადათარგმნო თარგმნისთვის აქვე მადლობას ვუყიდ ქარდუხი დამეხმარა ჩემს მომდევნო ბესტსელერის ავტორის გამარჯვებული. ასევე რომ ეს ჩოგბურთის წესები ჩამოვაყალიბე. ჩოგბურთი ცოტა რთულად გასაგები სპორტია იმ მხრივ, რომ ერთია რომ იცოდე შენ რა წესი და მეორე როგორ გაუზიარებ მაგას სხვას. ახლა ბექენდი, ფორჰენდი რაღაც ასეთი ხო და ადამიანმა არაფერი არ იცის და შენ აი ესე ჩამოვწერე და სეტანდა სპორტზე არის ერთი ჩოგბურთის კომენტატორი სანდრო ქავთარაძე იმას გავუგზავნე. ვუთხარი ერთი გადახედე რამდენად სწორად მაქვს ჩამოყალიბებული მომწერა რომ ზედმიწევნის სწორად გაქვს ჩამოყალიბებულიო და ამ ყველაფერმა მომცა სტიმული რომ ანუ შემიძლია რომ ამ ხრივ წიგნში რაღაცა შევიტანო. მე ისე მოხდა რომ მაგ წიგს რო ვწერდი, თითქმის ბოლოში ვიყავი გასული, ჩემი წიგნის გმირი დები არიან 13 წლის ასაკისა, ჩოგბურთელობაზე ოცნებობენ და მაგ პერიოდში ზუსტად აი მარიტა მიფარიშვილი რო გარდაიცვალა ეს ჩოგბურთელი გოგონა და რაღაც თითქოს ჩემი გმირი მომიკვდა ისე განვიცადე და წიგს მე გადავწყვიტე რომ მარიტასთვის მიმეძღვნა ეს წიგნი და ყველაფერმა ესე რაღაც ნიშნებივით იყო და მოიტანა ის რომ წიგნად გამოიცა. აი ხა რო გისმენ, ასე მგონია ბედის წერა იყო რომ ეს წიგნი დაგეწერა. ფაქტობრივად სიუჟეტმა ამბავმა პერსონაჟებმა თვითონ გიპოვეს და ეს არის აუხსნელი მაგია, რაც აუცილებლად უნდა ჰქონდეს ალბათ მწერალს. შეიძლება არ ვიცი, მაგრამ გული მწყდება რომ აი ცხოვრება ჩოგბურთისადმი ყველაზე ნაკლებად გაყიდვადია ამ 4 წიგს შორის. ფიქრობ რომ თქვა სხვა სპორტზე რომ ყოფილიყო, რომელიც საქართველოში უფრო პოპულარული არის, შეიძლება უფრო გაყიდვადი ყოფილიყო, მაგალითად ფეხბურთზე ყველა მეორე მწერს ფეხბურთზე რატო არ წერ? ფეხბურთი ხომ გიყვარს ფეხბურთი ხომ მიყვარს? მაგაზეც დაწერ. ხო, და ძალიან მარტივად ახლა ესე ხუმრობით ასე ვიშორებ, რომ ფეხბურთში მინიმუმ 11 პერსონაჟი უნდა შექმნა. მაგის თავი არა მაქვს. ხელი გუნდი უნდა აწყო და მე ნახე მოთხოვნები გაგრძელებაზე, რომ რატო იმის ამბავი დაამთავრე. მეოთხე ნომერს უცოლოდ დატოვე და აბა სოლი უნდა მოაყვანინო. შვილები ხო ერთმა მომწერა, კიო გავიგეო NGO მეორე შანსიო ბედნიერი რჩება, მაგრამ ძალიან სიამოვნებით მოვისმენდიო, მაგისი შვილიშვილები ზამბა. აი ეხა ნამეტანია. აი კინაღან გადავიბნიდე. კი. 8 ტომი გამოვა. თან ახლა იცი წერა როგორია, შეკვეთი წერა არ გამოდის რა. რაც არ უნდა ფეხბურთი მიყვარდეს და დამიკვეთონ ვერ დავწერ მესმის. სადღაც საცხაიდან არ წამოვიდა. აი კომერციულ ლიტერატურას არაკომერციულისგან სწორედ ეგ განასხვავებს, რომ კომერციულს გაწერინებს თანხის აღების სურვილი ან რაღაც მსგავსი ინტერესი, მაგრამ ის რაც რეალური ხელოვნება არასდროს დაკვეთით არ იქმნება. მსხვერპლნი ეს წიგნი არის საზოგადოებისთვის უმნიშვნელოვანესი გზავნილი, იმიტომ რომ პირველ რიგში დაწერილია ქალებისთვის, ეძღვნებათ ქალებს, მათ გაძლიერებას, ემანსიპაციას, ქალის გამოყვანას, იმ ჩაკეტილი,
მოჯადოებული საშინელი წრიდან, სადაც მასზე ძალადობენ, ის არის მსხვერპლი და არ იცის თავი როგორ დააღწიოს მსხვერპლის მდგომარეობას. მიამბე, რამ შთაგაგონა? მესმის რომ საქართველოში როცა ცხოვრობ, მიდი და არ მოგეწიოს ეს შთაგონება, იმიტომ რომ სამწუხაროდ ქალებს საშინლად ექცევიან, ხშირად კლავენ სამწუხაროდ და რა ვიცი, ბოლო არ უჩანს ამ ტრაგედიების ჯაჭვს. მითხარი, მაინც რამ გადაგაწყვეტინა, რომ ამაზეც დაგეწერა? მართალი ხარ, პირველ რაღაცა პერიოდი იყო, თითქმის ყველა დღე საინფორმაციო გამოშვება ეწყებოდა მაგით ვიღაცამ შვილების წინ სოლიცემა, ვიღაცამ დაჭრა, ვიღაცამ ყველგან ხდებოდა ქუჩაში, სახლში, სამსახურში და ეს იმდენად რაღაც აუტანელი იყო და თან თითქოს ეს ძალადობის მსხვერპლი ქალები ჩაკეტილ წრეში არიან რა. ბევრი ფილმი ვნახე, ბევრი წავიკითხე მაგ დროს და რაღაც ასეთი სტატისტიკაც მოვიძიე, რომელიც წიგნშიც მაქვს გამოყენებული, რომ ქალები საბოლოოდ მოძალადისგან მხოლოდ მე-7 წლაზე მიდიან საბოლოოდ. მიდიან უბრუნდებიან, ეს თან მოძალადეს ახალისებს თითქოს რა. ჩემთან დაბრუნდა, ესე იგი ღირსი იყო, მაქვს გავლენა თუნდაც. ღირსი იყო. ზოგი ასეც ფიქრობს რა, ღირსი იყო, რომ ჩემთან დაბრუნდა მაინც და რაღაცა და მე ვერ ვიტყვი რომ ახლა ძალიან დიდი გზავნილი შევქმენი, ბევრი ისტორია მაქვს და მაგ წიგნში სხვადასხვა ასაკის და სხვადასხვა ქალის სამსახურში, სკოლაში, სახლში, რომელიც ხდებოდა და ეგეთ სანამ წიგნად გამომცემლობაში გამოვაგზავნიდი, გადავამოწმებინა ჩემს მეგობარ იურისტს და მითხრა რომ ისეთი ისტორიები წავიკითხე, მეგონა ჩემი кейსები ქონდა აღებულიო. იმიტომ რომ მართლა ალბათ არ არის არავინ, ვისაც არ გაუგია მეზობელზე ნათესავზე, რომ ძალადობის მსხვერპლია და მე ვამბობ სულ და წიგნზეც ბოლო სიტყვობა ეგა. თუ ერთი ქალი მაინც ძალას ნახავს ამ წიგნის წაკითხვის შემდეგ, რომ მოძალადისგან თავი დააღწიოს, ან უჩივლოს, ან უბრალოდ მიატოვოს, ჩავთვლი რომ მიზანი მიღწეულია. როგორ გგონია, რატომ ბრუნდებიან უკან ასე ხშირად ძალადობის მსხვერპლი ქალები? მაგაზეც ხშირად მიფიქრია და იცია, ძირთადად ასეთ დასკვნამდე მივსულა, როცა ოჯახურ ძალადობას ეხება, რომ ძალიან ძნელი არის აღიარო, რომ თქვათ ქმარი როგორც უწოდებენ ქორწინებას, შენი ცხოვრების თავარი გადაწყვეტილება მიიღე და აირჩიე ცხოვრების მეგზურად ადამიანი, რომელიც ღირსეული გეგონა და შინაარსში არის მოძალადი. ამისი აღიარება არის გონი ერთ-ერთი მთავარი პრობლემა, რომ აღიარო, რომ თავარ არჩევანში ცხოვრებაში შეცდი. მე თითქოს ამას მალავ, ნიღბავ, რამდენი ყოფილა, რომ შეიძლება მე გამოსულა მაკიაჟი გაუკეთებია, გაუღიმია, ან სილურჯიებზე უთქმია, რომ წავიქეცი რაღაც კართავარ, ხო და ამეთ კიდევ ახალისებენ მოძალადეებს და რა ვიცი, ძალადობა მე ძალადობა შობს, მე ბავშვი რასაც უყურებს იმას აკეთებს და ეს მთელი ჯაჭვია, ხო, ჯაჭვია. საზოგადოებას რა როლი აქვს ამ ყველაფერში შენი აზრით და წიგნში თუ ჩანს ეს ჩვენ ხომ არ ვაიძულებთ ქალებს დარჩნენ მოძალადეების გვერდით? კი, სხვათა შორის მე წიგნის დაწერა კიდევ რამ გადამაწყვეტნა იცი, ხშირად მიწევს საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა და ერთ-ერთ ტრანსპორტში ეს ქალები თუ მათ თავს ამოიცნობენ ძალიან კაი. ორი ქალი საუბრობს, რომ მეზობლის ქალზე რა, რომ პირობითად ნინო, რაც უდათ მოექცა ქმარს, რომ უჩივლა, არა და ოქრო ბიჭი იყო, უბრალოდ სიმთვრონის დროს ჭედავდა. ძალიან ოქრო ყოფილა. და განიკითხავდნენ, რომ როგორ გაბედა. ოჯახი დაანგრია, შვილები უმამოდ დატოვა და ასე და მთელი ცხოვრება რამდენჯერაც ქმარი დათვრებოდა, ოქრო ბიჭი, რომ დათვრებოდა. ამას უნდა მოეთმინა. შეიძლება კვირაში ერთხელ, ხო, დათვრებოდა თუ თვეში ერთხელ რამნიშნულობა აქვს, ხო, ნორმალურია. რატო უნდა ავიტანო? და ამას განიკითხავენ. ეს მე მართლა ვერ ეტყვი, ასეთ მეზობელს ვერ ეტყვი რომ მიშველეო. გეთანხმები, გეტყვის ენა ჩაიგდეო, შენი ბრალი ექნებოდა. ხო, მე კიდე მეორე შემთხვევა, მეორე ვარიანტია, ასეთი ფაქტიც ვიცი, რომ მეზობელმა მივიდა და პატრულში დავრეკაო და ცოლმა თქვა უარი, ხო? არა. დამშვიდდება, ხვალ აღარ ემახსოვრება. შენ ხო გემახსოვრება? შენი იარები არსად არ წავა შენი ტკივილი, მაგრამ არ ვიცი რა ქმნის პრობლემას, არ ვიცი. რაღაც ეს დიდი პრობლემაა და საბოლოოდ როგორ უნდა აღმოიფხვრას გავასავალი, არ ვიცი. მე მგონია კომპლექსური საკითხია ეს. ერთი მხრივ მსხვერპლზე უნდა იმუშაოს ფსიქოლოგმა და მსხვერპლის სამეგობრომ, ასევე ოჯახმა.
თუ კი ყავს რა თქმა უნდა და მეორე მხრივ საზოგადოებამ გააცნობიეროს რომ სხვერპლში კი არ უნდა ეძიოს დამნაშავე რომ სხვერპლს მხარი უნდა დაუჭიროს საერთოდ ჩვენ ცოტა პურიტანული საზოგადოება ვართ ქალს ყოველთვის მეტ პასუხისმგებლობას ვაკისრებთ მისგან მეტს მოველით და მოვითხოვთ ის რაც კაცისთვის დასაშვებია თქვა ქალისთვის დაუშვებელია და ერთი კიდევ განათლების დეფიციტი ქალი რომელიც არის რეალიზებული არის განათლებული აქვს თავისი საქმე აქვს შემოსავალი უფრო მყარად დგას რთულია მას გაუბედო ის რასაც გაუბედო ქალს რომელიც ვერ შედგა კი მეც ეგ მგონია მთავარი პრობლემა უფრო მეტად ძალადობენ იმაზე ვინც არის სუსტი ძლიერზე იშვიათად რო იძალადონ და აი სუსტთან იჩენენ ძალას რა თორემ ცოტა უფრო განათლებული შემდგარი ან თქვათ ისეთი ოჯახი რომ ყავს რომელიც არ იტყვის რომ მე გოგოს უკან ოჯახში არ დავაბრუნებ ხო ამიტომ მე მგონია რომ ზოგჯერ იციან თქმა რომ აი გოგოს განათლება არ ჭირდება პირიქით გოგოს ჭირდება განათლება რომ თავიც დაიცვას თავიც გაიტანოს და შვილიც აღზარდოს არც მარტო ხელადედობა სირცხვილი და არც ოჯახის დანგრევა მე ვფიქრობ რომ ბავშვის მთელი ცხოვრება ჩხუბში გაზას ჯობია ერთჯერ თქვათ ეს განქორწინებას ტრავმა მესმის ბავშვისთვის მაგრამ აი ასე ჩხუბს რა ვიცი ყველაფერი ჯობია და კიდევ ზალადობის ატანას არც ერთმა ქალმა არავითარ შემთხვევაში არ უნდა მოითმინოს ზალადობა გეთანხმები. იმედია მესიჯი მივიტანეთ და იმედია თუნდაც ერთ ადამიანს დავეხმარეთ როგორც შენ იტყოდი. ახლა რამეზე თუ მუშაობ? ამ ეტაპზე როგორ რაღაცნაირად გავიჭედე არის ხოლმე გვახასიათებს ხო? ხო, გვახასიათებს რომ არ ვიცი. ანუ როგორა ერთი მეგობარი კიდევ მეუბნება ასე რომ შენ ეთყობაო ხარო იმ შებოჭილი, იმიტომ რომ ძალიან ბევრი მეუბნება რომ ეს მსხვერპლი წინაწილგებთან შედარებით უფრო დახვეწილიაო და როგორც ავტორი გაიზარდიო და აი ამის შიში გაქვს რომ ამაზე ცუდი აღარ დაწერო. პასუხისმგებლობის გრძნობაო ეგ ხო, აი ესო, იმიტომ რომ რაღაც დაწერა დავიწყე, არ მომეწონა და მე ერთი პირი ვიფიქრე ცოტა მოკლედ რაღაც მოთხრობის ან ნოველის სტილში, მაგრამ რა ვიცი რა გამოვა. ამ ეტაპზე თქვათ რომ პაუზაა. კი ბატონო. 4 წიგნი გამოცემული ახლა სულ რო ალბათ ერთი 10 წელიც დაისვენო არავინ იტყვის თინათინ რატო არ წერო. ხო რა, არა მასე არ იტყვიან. აი შარშან ბოლო წიგნი ოქტომბერში, ნოემბერში იყო წარდგენა ფესტივალზე და აი დეკემბერში უკვე მე 5 წიგნი როდის იქნება. შენ დროს დამასვენეთ. ვერცხი შეწვა. აი დედაჩემს ვეუბნებოდი რომ 5 წელი ვუნდები ერთი წიგნის დაწერას და ადამიანი 2 ღამეში ასრულებს. ეს კი კარგია, ანუ წყალივით მიდის და სასიამოვნოდ იკითხება, მაგრამ ნახე მე იმას უჩნდება უკმარისობის განცდა რომ მე რო ეხა ეს დავამთავრე, ეხლა რა ხდება? მე და შენ ეუბნები მე აი 5 წელი დაიცადე და მე იქნება. შესაბამისად მათიც მესმის, ჩვენიც მესმის ეს დიდი ინტელექტუალური შრომაა და არა მარტო ინტელექტუალური, ემოციური. მე ისე ვიხარჯები საკუთარ წიგნებში, ალბათ პირად ურთიერთობებში არ ჩავხარჯულ ვარ მასზე. დრო კიდე ყველაზე მთავარი დრო. ისე დღეში დაახლოებით რა დროს უთმობდი, სანამ წერდი აქტიურად ამ შემოქმედებას? მეკითხებიან ხოლმე როგორი ის გარემო გინდა რომ დაწერო და ხშირად სვენია რომ აი გარემო მჭირდება სიმშვიდე რაღაცა მუსიკა სიწყნარე გადავწყვეტე ეგეთი გარემო შემექმნა ჩემი თავისთვის მომეწყო მარტო დავრჩი მუსიკა ხმადაბაზე ჩავდე აი ყავა მოვიდგი გავხსენ ნოუთბუქი და ვერაფერი ვერ დავწერე მართლა? ხმაურში წერ? მე ვწერ მაშინ, როცა ირგული ვარის ხმაური, როცა კომპიუტერში 10 ფაილი მაქვს ერთად გახსნილი, როცა ვიღაცა მირეკავს რაღაცას მეკითხება და აი პაუზებს შორის ვარ ყველაზე პროდუქტიული. ალბათ ბოლო 6 თვე ალბათ არ დავღლილი ვარ მეთქი. მე დაგირეკავ ხოლმე და მოგაცდე. მართლა, იმიტომ რომ აი ზოგჯერ არის ხოლმე რომ 7-8 ადამიანი ლაპარაკობს ხმაურობს და უცებ მე ჩამეკითხებიან თინათინ შენ რა სიტყვი რა მითხარი? აი მაგ დროს წერ, არ მესმის არაფერი. არ ბრაზობ, როცა წერ და გაწყვეტინებენ, იმიტომ რომ მე ძალიან უბრაზდები, აუტანელი ვარ მაგ დროს. ხო და აი რაღაც იმდენად ალბათ ვიღლები, რომ წერაში შვებას პოულობ და მე არაფერი აღარ მაბრაზებს მაგში. და წნარად შენთვის ბედნიერად წერ. მე წერ და იმგანო იყო რომ მაგარი. ძაღლი ყევს. ეგ რო ვთქვი ეგ ფრაზა გამატანეს წყალს ერთხელ TikTok-ზე მე და ვიდეო რომ ესო როგორ თქვიო. ოკეი. მხატვრული ტექსტის დაბადებაზე მინდა გადავიდეთ.
რეალურად იცი რატო გავაკეთე ეს პოდკასტი? მუდმივად ვიღებ წერილებს და ადამიანები მეკითხებიან, როგორ დავწერო, როგორ მივხვდე რომ ღირს, რამე მირჩიე და სათითაოდ ძალიან რთულია ყველას გადასცე ეს ცოდნა. თან მე ერთი ვარ და სუბიექტურ ცოდნას გავუზიარებ და ვიფიქრე რომ მოდი ყველა იმ ადამიანს ჩავრთავ ამ პროცესში, ვინც თავისი საქმე კარგად იცის და უკვე წარმატებას მიაღწია, რომ ყველამ ერთად გავუზიაროთ ეს ცოდნა. ხო და ახლა მოდი ტექსტის შექმნა ვასწავლოთ ჩვენს მსმენელებს და მაყურებლებს. იდეის მოფიქრებიდან უნდა დავიწყოთ ალბათ, რა არის ხოლმე შენთვის პირველადი იმპულსი, რაც გიფიცგებს წერის დაწყებისკენ? ნებისმიერი რამე, ახლა მე ჩემი გამოცდილებიდან მიზახი, შეიძლება გახდეს იდეა ჩაგესახოს ნებისმიერ, აი სოციალურ ქსელში ამოკითხული რაღაცა სტატუსი. მერე ვიღაცების შემოძახილი რომ აი ტრაგიკული რაღაცეებით თურმე ცხოვრება სრულდება, ან თუნდაც აი ჩოგბურთზე დაწერას სიმართლე რომ გითხრა გადავწყვიტე, მადლობა კორონას მეთქი ერთხელ პოსტიც ქონდა რომ აი კორონების დროს ყველაფერი გაჩერდა სპორტიც მათ შორის, ერთ-ერთ არხზე სედანტაზე გადიოდა მთელი დღე ცნობილი საჩოგბურთო მატჩები და გადავიმეორე და ბედნიერი ვიყავი რა. ხო, აი ეს გახდა რომ აი ასეთი კარგი სპორტია და ის რატო არ უნდა ვუყურო. რეალურად ჩოგბურთს მართლა ვერ ვუყურებ. ძალიან სულამო, ძალიან მოძლილი უნდა იყო რომ ჩოგბურთს ვუყურო. ახლა მიმდინარეობს უიმბლდონი და აი 4-5 საათი და დღეში 10 შეხვედრა როგორ ვუყურებ, ვერ ვუყურებ ხო მაგდენს, ხო. მაგრამ რაღაცა შეიძლება გახდეს, იგივე ძალადობის შესახებ ფაქტი წაიკითხე და გახდეს. ან შეიძლება ქუჩაში დიალოგი გაიგონე და აქ ჩაიწერე რომ აი მას გამოვიყენებ სიგნისთვის. ნებისმიერ რამ შეიძლება გახდეს, მთავარი არის რომ რაღაც იმაზე მე ააგო საინტერესო იდეა. აი ასე ნერგი დარგო და მე წყალი დაუსხა. სასუქი მზეში გადადგა ზოგჯერ, წიმა რომ წამომა ქოლგა დაახურო რა ვიცი, მოუარო. იცი რა მაინტერესებს? იდეა კი იბადება და ჩვენ ხანდახან მგონია რომ ის გენიალურია, მაგრამ რაღაც მომენტში ხელს ჩავიქნევთ ხოლმე მის განხორციელებაზე. აი რა არის ზღვარი, რაც უნდა გადაალახოს კონკრეტულმა იდეამ, რომ გადაიქცეს კონსტრუქციად. რაღაც გეგმათ, რომ მერე წიგნი ჩაისახოს, განვითარდეს, გამოიცეს. მე მგონი მანდაც არასტანდარტული მწერალი ვარ, იმიტომ რომ არანაირი გეგმა არ მაქვს. მართლა მე მაქვს. აი ხო, ჩოგბურთთან და დამეწერა და მინდოდა რომ დამეწერა ერთადერთი ის ვიცოდი რომ უნდა ყოფილიყო გოგო, რომელსაც ჩოგბურთელობა უნდოდა. დანარჩენი უკვე იმის მზადების პროცესში და მე ისიც შემიძლია რომ აი მაგალითად მეორე შანსი ფაქტიურად გადავწერე. ორმა მეგობარმა რაღაცა შენიშვნა მომცა, ჩემთვის ძვირფასი ადამიანები იყო, მათი აზრი გავითვალისწინე და აი ეს წიგნი ფაქტიურად თავდაყირა და დავაყენე. ამ ხელა გავლენა აქვთ შენზე საყვარელ ადამიანებს? კი ბატონო, გააჩნია ახლა ვინ გეტყვის, იმათ ისეთი დეტალი დაინახეს, როდესაც მე ყურადღებას არ ვაქცევდი, რაღაცა პარალელები გაავლეს და ჩავთვალე რომ სწორ რჩევას მაძლევდა, იმიტომ რომ მეგობარი მოგცემს კარგ და სწორ რჩევას. რა თქმა უნდა, მაგრამ ნახე, მას ჰქონდა შესაბამისი კომპეტენცია? იმ საკითხში რა საკითხით რჩევები მომცეს, ვფიქრობ რომ ჰქონდათ. იმიტომ რომ ზოგჯერ მწერალმა ყველაზე კარგად იცის რა უნდა დაწეროს. ეს არის ინტუიციური პროცესი. შენს ტექსტთან ყველაზე ინტიმური ურთიერთობა შენ გაქვს და შენს პერსონაჟებსაც ყველაზე სიღრმისეულად შენ იცნობ და როცა რჩევას ითვალისწინებ, მე არ ვამბობ რაღაც წვრილმან რჩევას აუცილებლად უნდა გაითვალისწინო, ხო რაღაც სხვისი აზრი, მაგრამ როცა ფუნდამენტურად იცვლება მთელი წიგნი, რომ შენ მე მეუბნები გადავწერეო, ეს მეტისმეტად დიდი რისკია. როგორ გაწიე ამ ხელა რისკი? ეს რისკი არ იყო იქიდან გამომდინარე რომ ეს ხო არ იცოდა მეორე შანსი შესახებ, სანამ არ დავამთავრე გამომცემლებაშიც არ მithქმია რა. ფაქტიურად ექსპერიმენტად ჩავატარე, მეგობრებს დავაკითხე რომ აი ეს გაგრძელება რო იყოს, თუ მოგინდებათ. მე იმათმა მომცეს რჩევა, რომ აი ასეთი პარალელები რაღაც წიგნთა გაავლეს და შეიძლება ვიღაცამ დაგაბრალოს რომ პლაგიატია, მიხდი? ხო, ძალიან კარგი რჩევა. მე მაგალითად არ მქონდა ის წიგნი წაკითხული. რა წიგნი? ან შეიძლება რაღაცა წიგნი იყო, რომელიც წაიკითხე და არ გახსოვს რაღაცა დეტალი შეიძლება მართლა არ გახსოვდეს, ან ფილმისა, ხო და ვიფიქრე მე წავიკითხავ მაგ წიგნს, მაგრამ ახლა შევცვლი და აი მოვაყირავე ყველაფერი. ბევრჯერ აი მოპარულ სიყვარულზე სხვა დასასრული მქონდა, მაგრამ ასე დავასრულე. აი ხშირად შემიცვლია ხოლმე, ამიტომ გეგმას არ მივდევ რა. დავგეგმე, ხო, დავგეგმე შევცვალ დავგეგმე. რამდენჯერაც დავგეგმე. იმდენჯერ შეცვალ. ყველაფერი სხვათა შორის სხვანაირი დასასრული მქონდა, მაგრამ აქაც ცვლილებებისკენ წავედი.
რატომ ცვლი ხოლმე დასასრულებს? თან ბოლო მომენტში როგორც მივხვდი. კი, რატო ცვლი? ახლა სიმართლე რომ გითხრა, მოპარული სიყვარული იმიტომ შევცვალე, რომ ის happy end-ი ძალიან მებანალურა. რომ ეგრე დასრულებულიყო, ასეთი აქტუალური არ იქნებოდა ამ გადასახედიდან ასე ავიზახი. არც შესაბამისად მეორე შანსი არ მოყვებოდა. ანუ რაღაცნაირად თითქოს ინტუიციად მივხვდი, რომ არ გაამართლებდა ეს happy end-ი, რომ ცხოვრობდნენ დიდხანს და ბედნიერად. ისე ყველას გვინდა დიდხანს და კი, ბედნიერად მაგრამ ცხოვრებაში არ არის მასე რა უარესი ტრაგედიები გვინახავს და ხო შესაბამისად ვიფიქრე, რომ ცოტათი ცხოვრებას რომ დამსგავსებოდა უფრო რეალურს, ასე დასრულებულიყო. მე მესმის შენ იმიტომ, რომ თავად ვწერ რეალისტურ დასასრულებს და სულ მეუბნებიან შენთან ხო ვერავინ გაიხარაო, მაგრამ რა იცი, თუ შენ გაქვს იმისი ამბიცია, რომ ხარ რეალიზმის ჟანრის მწერალი, მაშინ ხო რეალობაზე უნდა ილაპარაკო. კარგი, რამდენად მნიშვნელოვანია ავტორი ერკვეოდეს საკუთარ თავში, აკვირდებოდეს შინაგან პროცესებს და რეფლექსიის შედეგად მიღებულ დასკვნებს წერდეს თავის წიგნებში. ალბათ მნიშვნელოვანი არის, რომ როცა ქმნი გმირს, იმის სამყაროს იცნობდე. ახლა მთლად ასე მეორე მსოფლიო ომზე ვერ დავწერ. მართლა ვერ დავწერ, არ ვიცი ეგ პერიოდი ისე კარგად ის ცხოვრება, ის ხომ ბევრი წიგნი წამიკითხია, მაგრამ მე თვითონ ვერ დავწერ. ამიტომ უნდა იცნობდე, იმ პერიოდზე უნდა დაწერო, ანა კორზაიას გამგახ, ეგ რჩება სხვათა შორის, ხო მოსმენილი რომ თუ ხარო თბილისელი თინეიჯერი ბიჭი, ისა გოგო, კორეელ მსუქან კაცზე, რომელიც მოხუცია ვერ დაწერო, რაღაც ეგეთი რა. ამიტომ მე პირველი მოპარული სიყვარულიც ცოტა ეჭვით რატო უყურებდი, იცი თუ იცი ასე მიყვება ენჯი ყვება თავის ისტორიას ლევანი ყვება ორი მხარეა ენჯი ლევანი ენჯი და შეგეშინდა რომ ბიჭის მხარე შეიძლება არ ვიყო მთლად ობიექტური რა მაგრამ ჯერჯერობით არავის არ უთქმია რომ ასე ბიჭი არ მოიქცეოდა მესმის ეგ შეშე ხო ანუ მე არ ვიცი არ წერ მეც მთავარი პერსონაჟი მამაკაცი მყავს და სულ ვამბობ რომ მე ბედნიერი ქალი ვარ იმიტომ რომ კაცადაც ვიცხოვრე შეუძლებელი იყო ის 5 წელი მე ისე დამეწერა პირველ პირში წიგნი კაცის მხრიდან რომ კაცობა არ განმეცადა საკუთარ თავში და საკუთარ ტყავზე და მგონია რომ ჩვენ ხო ვფიქრობთ ქალები და მამაკაცები განსხვავებული სამყაროები ვართო კი ბევრი განსხვავებაა ჩვენ შორის რა თქმა უნდა მაგრამ მაინც გვაქვს ეს შეხების წერტილები იმიტომ რომ ზოგი თვისება უბრალოდ ადამიანურია ძალიან და შეუძლებელია რომ თქვათ ერთნაირად არ გვტკიოდეს ერთნაირად არ გვეშინოდეს ერთნაირად არ გავურბოდეთ რაღაცას ერთნაირად არ უარყოფდეთ საკუთარ თავში ბნელ მხარეს ერთნაირად არ გვიჭირდეს პატიება და ასე შემდეგ და ასე შემდეგ მიხარია რომ არავის არ უთქვამს შენთვის ის რომ აი ბიჭი მასე არ მოიქცეოდა თუმცა რომც ეთქვა ვინმეს მსგავსი კომენტარი მგონია რომ საწყენი არ არის იმიტომ რომ ჩვენ ყველაფერს კაცსაც ქალსაც სქესსაც გენდერსაც სუბიექტურად ავგვიქვამთ შესაბამისად მე ისევ წერ ვთქვათ როგორც ხედავ ან როგორც მინდა რომ დავინახო კი ბატონო ნამდვილად მასეა შენ ახსენე რომ აი ახლა სტაგნაციაში ვარო უწინაც თუ გქონია ასეთი პაუზა და შემოქმედებით ბლოკს როგორ ებრძვი? წინათ არ მქონია, იმიტომ რომ 19-ში როგორც გითხარი კონკურსში მონაწილეობა მივიღე, 19-დან 24-ში გამოიცა რა. 5 წელში 4 წიგნი, როგორ უნდა თქვა რომ რაიმე ძალიან კარგი შედეგია, ბრავო. აი რაღაც ის მქონდა პაუზაო, რომ თქვა სირცხელი მაგრამ აი ახლა მართლა რაღაცნა იმდე გადავაგორებ ამასაც არ ვიცი. კი, აპარასიზამ. მაგრამ რა როგორ ვებრძოლო არ ვიცი. ზოგჯერ ვამბობ რომ საკუთარ თავს უნდა დავუწესო რომ დღეში ერთი გვერდი მაინც დაწერე. ცუდი კარგი რა მნიშვნელობა აქვს დაწერე და მე მიუბრუნდები საერთოდ წაშლი და არედაქტირებ, მაგრამ ალბათ მე მჩვევია ხოლმე ასე სიზარმაცე ყველას მხრივ, მაგრამ თუ ერთი როგორი წამოგიარაო. თუ ერთი ამოქოქე აღარ ჩერდები ხო? რაღაც რომ წამოგიარაო და აი ასე თუ წამომიარე, მე ყველაფერს ესე გავაკონტროლებ და ალბათ ეგ დღე უნდა დადგეს, რომ ვიგრძნო, რომ კონტროლი ჭირდება ამას. ძალიან არამეცნიერული კითხვა უნდა დაგისვა. ზოდიაქოთი რა ხარ?
მშვილდოსანი, მაგრამ აი ამის იქით ვერ ყვები, მშვილდოსანი ვარ, მაგრამ მარე მეც მშვილდოსანში. მაგრამ აი ამ რა თვისებები აქვს, რომელიც ზოგადად ნიშანი ემეგობრება, მეწყვილად რომ ასეთი არაფერი არ ვიცი, მშვილდოსანი რომ არ. მაშინ სიტყვაზე მინდა რომ ამართლებს შენს ნიშანს, ძალიან მაგარი ნიშანია, ხალასი, საინტერესო, სულ რაღაცის ძიებაში, ქმნის და ხანდახან ზარმეცუნაც არის. ხო, რაც მახსოვს, რაც მშვილდოსანზე წამიკითხე და რაც მახსოვს, ის მივიღე და იმას ვამბობ, რომ ყველგან ხალისი შეაქვსო. მე ყველაზე დიდი კომპლიმენტი ჩემთვის არის, რომ მეუბნებიან, რომ მხიარული ხარ. კი, მეც მიყვარს აქ კომპლიმენტი. თეთრი ფურცლის შიში თუ გქონია, რას გულისხმობ იცი? აი, Word-ის ფაილს გახსნიან ბლოკნოტს გადაშლი, ისე შენ Word-ში წერ თუ ბლოკნოტში? Word-ში, მეც, უკვე მეც, თუმცა იყო დრო რომ ბლოკნოტებში ვწერდი. მე ახლა მეორე საიდუმლოს გავამხელ, ისე ცუდად წერ. ისეთი ცუდ ეგრეთ კალიგრაფია და თან ისე ზარმაცია რომ ნოუთბუქი კომპიუტერები რომ არ არსებობს წერალი თინათ იმერიძეს არის არსებობს მადლობა რომ კომპიუტერი შექმნით არა მართლა ვერ დავწერა რომ აი ორცინადებას აი ავტოგრაფსაც რომ წერ ცოტა წესიერად დაწერე საკუთარს ვიღაცა რომ დახედავს წამოიკითხოს სიტყვები შენ ჩემი ავტოგრაფები ნახი 2 მეტრია მე არ მეზარება წერ. არა, კი არ მეზარება. იმდენად ცუდად წერ, რომ ვეღარ წაიკითხავს ვერავინ. ექიმივით. თან ორ წინადადებას ხო დავწერ და მე უკვე თან ვაცუდებ. ფუჭდება და ფუჭდებ. ხო და ვცდილობ რომ მოკლედ დაუწერო ავტოგრაფი. ლაკონურად, მშვენივრად. თეთრი ფურცლის შიში. ეს არის შიში, როდესაც გახსნენი Word-ის ფაილი და არიცი პირველი წინადადება როგორ აკრიფო, რა იყოს ეს და ამ პირველ მეორე წინადადებას რომ გადააბიჯებ, მერე მიდის წყალივით. აი ეს მომენტი გაქვს ხოლმე? მაინც და მაინც არა, რომ პირდაპირ არა, იმიტომ რომ ასეც მიქნია სხვათა შორის, რომ თავარი, ხო ვიცი როგორ ძირითადი ღერძი, ვიცი რაც ვიცი. როგორც გითხარი რა, რაზეც უნდა ავაწყო სიუჟეტი და არა უშავს ამას მერეც დავწერ ასეც მეთქმი აი პირველს იმიტომ რომ დასაწყის ხომ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ტომ პასუხი არ არის მე როგორ მიყვარს ჩემი ნომერ პირველია დასაწყისებში ეგ ლიტერატურაზე ვარ გაგიჟებული რეალურად ძალიან მარტივად მიყვარდებიან ავტორები და მათი ნაშრომები, იმიტომ რომ ყველაში ვხედავ რაღაც ფასეულს. აი, ხომ არიან კრიტიკულად განწყობილი მკითხველები, წინასწარ იმ განწყობით იღებენ წიგნს ხელში, რომ აბა რა არ მოეწონოს და მე სულ ასე ვიღებ, აბა ეხა რა მომეწონება. აი, ასეთი მკითხველიც ბევრი არის, აი, იგივე ჩემ წიგნზე, რომ აი წაკითხული რო არ აქვს და რო აკრიტიკებს. ოკეი, გამარჯობა. აი, ბესტსელერების გამარჯვებულია და ეს რა იქნება? ან როგორ იყდა აქვს ამაში რა უნდა ეწეროს? ან სახელის გამო, ავტორის გამო არ ვიცი რა. წაიკითხე და შეიძლება მართლა 1000 რჩევა კრიტიკა გქონდეს, მივიღო, მაგრამ თუ წაკითხული არ გაქვს და მაკრიტიკებ, რანაირად მივიღო? მე გამოვიარე 2017-2018 წლებში ჯოჯოხეთი, როდესაც ბუმი ატყდა წიგნზე აღიარება ხელის გულზე. საზოგადოების ნაწილი როგორც მოსალოდნელი იყო, ორად გაიყო, ერთი გაგიჟდა ისე მოეწონა წიგნი და მომდიოდა უამრავი წერილი, ხალხი ქუჩაში მაჩერებდა, ფოტოებს იღებდნენ, ავტოგრაფებს მეტროში მგზავრობისას გავცემდნენ, საოცრება იყო, ყველგან ცნობდნენ და ყველას უნდოდა ჩემთან რაღაც სახის კომუნიკაცია, მაგრამ იყო მეორე ფრთა სულ მლანძღავდნენ გამოწერილი სერიალებით იყო რომ შევიდოდი ინტერნეტში აუცილებლად ეს მცირე ნაწილი მახვედრებდა მუდმივ ლანძღვას ოღონდ ამ ლანძღვაში არასდროს კონსტრუქცია არ ყოფილა არანაირი რჩევა არ ყოფილა რომ დამჯდარიყავი და მეფიქრა ამ რჩევაზე და მეორე წიგნში გამეთვალისწინებინა არა იყო მხოლოდ ლანძღვა და ისეთი რომ ვერ გაიმეორებ აი მაგალითად რომ ეს წიგნი საპირფარეშოში უნდა დადო და ტუალეტის ქაღალდად გამოიყენო და ამ ხალხის დიდ ნაწილს, როგორც მე აღმოვაჩინე მათივე მსჯელობიდან და კომენტარებიდან, წაკითხულიც კი არ ჰქონდა აღიარება ხელის გულზე. და იმედი მაქვს, თუნდაც ამ პოდკასტით მივიყვანთ საზოგადოებას იმ დასკვნამდე, რომ მოდი
ჯერ წავიკითხოთ წიგნები მერე და მე განსაჯოთ. ან მოგვეწონოს, ან არ მოგვეწონოს. ყველას მოსაწონი წიგნები არ არსებობს. საერთოდ ჩემ რო წაიკითხა სალინჯერის თამაში ჭვავის ყანაში არ მოეწონა. მე ძალიან მომეწონა და ვიცნობ უამრავ ადამიანს, ვისაც მოსწონს. იმდენი წიგნი აი კლასიკად აღიარებული, უბრალოდ ვერ წავიკითხე, რომ თქვა შეიძლება მითხრა, შენ რატო ქვია მწერალიო? წინა სტუმარმა მითხრა, ომი და მშვიდობა არ მიყვარს, როცა ომი და მშვიდობა ეს არის აღიარებული კლასიკა და ძალიან დიდ პატივისცემას იმსახურებს, ხო, მაგრამ ნუ ადამიანები ვართ, ხან რაღაც მოგვეწონება, ხან რაღაც არ მოგვეწონება. კარგი. პერსონაჟების პროფილებს წინასწარ ალბათ არაგებ. ეს ჩემი ვარაუდია, იმიტომ რომ თუ სიუჟეტიც კი წერის პროცესში მოდის, არც პროფაილინგით არ იქნები წესით დაკავებული. აი ასე ჩამოვწერო, რომ თქვა თათული ჩემი გმირი იქნება, ასეთი თმა იქნება, ასეთი თვალები. ზოდიაქოს ნიშანი მითხრა. როგორ არჩევ ნაწარმოები, რა ფორმის იქნება და რა ჟანრის, აი რომანი იქნება, მოთხრობა იქნება, სათავგადასავლო იქნება, სასიყვარულო იქნება, ამ არჩევანს პირადი პრეფერენციით აკეთებ, ანუ გემოვნების საკითხია, თუ აი უცბად რო იდეა მოგივი და იმ იდეას მიყვევი ბოლომდე და აბასად წაგიყვანს. ზოგადად ამაგ ნაუცბად იდეებს ეფუძნება, მაგრამ ყველა ისე გამოდის, რომ არის რომანი და რაღაც სიყვარულის ელემენტები და რაღაცა და ძალიანაც კი მინდა რომ თქვა ნოველა ვცადო, მაგრამ ის არ იყოს რა ქვია, ჰემინგუეის ყველას 6 სიტყვიანი ნოველებს ვერ დაწერს. ბოდიში ჯარისკაცო. ჰემინგუეი მაგარი იყო. თუმცა ფიქრობ ჟურნალისტად რომ მუშაობდა და რეპორტიორად, მაგანაც დიდი გავლენა მოახდინა მის სამწუხაროდ. მაგრამ ყოველ შემთხვევაში მე არ გამომივიდა გრძელი სიტყვა მოკლედ თქმის. აი ვცადე, ახლა მინდა რომ ეს მოთხრობების ის რაღაც კიდევ ვცადო, მაგრამ რამდენად გამომივა არ ვიცი. ცთაბედის მონახევრია. თუმცა მე მესმის შენ რასაც ამბობ, იმიტომ რომ ერთი კვირა ერთ ოთახში წერა როცა დავიწყე, ნოველა უნდა ყოფილიყო და საბოლოო ჯამში 355 გვერდიანი რომანი გამოვიდა. ასე რომ ორივე ვივარჯიშოთ გრძელი სიტყვა მოკლედ თითქმის. გონია რომ აი მოკლედ რომ წერ რაღაცა სათქმენი რჩება. რაღაცას აკლებ ასე გონია. მეც მასე ვარ კი. დისციპლინას რამდენად აღიარებ წერაში. აი შენ მითხარი, ერთი თუ შევუბერე, მე წერ და ვწერო. ახლა რომ გითხრა რომ აი განსაზღვრული მაქვს რომ 2 საათი დავიждებ წერო ან რაღაცა, მასე არ არა, როცა სურვილი მექნება რაღაცნაირად რომ წამოვარო, გინდა რომ გადაიტანო. აი მაშინ გადამაქვს ხოლმე, არანაირი დრო განსაზღვრული არ მაქვს, შესაბამისად შაბათ-კვირას არასოდეს არ დამიწერია. ისვენებ შაბათ-კვირას სრულიად. ყველაფრისგან, ხო. ეხლა ცოტა პროვოკაციული კითხვა მაქვს. შენი აზრით, ნიჭი უფრო მნიშვნელოვანია თუ შრომის მოყვარეობა, როცა მწერალი ხარ? ახლა ცოტა ისე გამომივა რომ ახლა მე საკუთარ თავს ნიჭიერს ვუწოდებ თქვათ, მაგრამ ჩემი აზრით უნდა უწოდო. ხო, მაგრამ ალბათ რაღაც ნიჭიც არის. თუნდაც ის რომ ფანტაზიის უნარი მაქვს, ესეც ალბათ ნიჭია რა. იმიტომ რომ თუ რაღაცა არიცი როგორ თქვათ ასე დინარეს მიმავალი გემი საიმ რომ მხარეს წაიყვანო, რომ უფრო საინტერესო იყოს. მაგრამ დისციპლინაც მე შრომის მოყვარე თუ ხარ, შეიძლება ბევრი რამ ისწავლო, მაგრამ რაღაც აი მარილივით. და ცეცხლიც უნდა გქონდეს შიგნიდან სავარაუდოდ. მე მგონია რომ წერა დასწავლადია და ვფიქრობ საერთოდ ხომ არ ჩავუშვა კურსი და ადამიანებს დავეხმარო წერის დაწყებაში, მაგრამ იმაში გეთანხმები რომ რაღაც შიგნით უნდა იყოს. წერლური ნაპერწკალი, რომელიც დაგაწერინებს. ახლა მაგალითად, რაც არ უნდა მოვინდომო, ვინც არ უნდა მასწავლოს, მასწავლებელი ვერ ვიქნები. იმიტომ რომ ხშირად მქონია შემთხვევები რა, რაღაცა ვიცი და არ ვიცი სხვას როგორ ვასწავლო. არ მაქვს ეგ ნიჭი რომ ერთჯერ რომ რა ადამიანს მეტყვი, ორჯერ, სამჯერ, 4ჯერ, 10ჯერ გავუმეორო. ეს არის მასწავლებლობა ეგაა, ხო? დედა ჩემი პედაგოგია და ვიცი. დედა ჩემიც პედაგოგია, ჩემი დაც პედაგოგია და რაი რომ ხედავ როგორ ექცევიან მოსწავლეებს. აბა არა უშავს, აბა კიდევ გაიმეორე. და შენ გულში ფიქრებ ხოჩახ თქვენს გაძლებას. მე მაგალითად ჩემი ძმა ჩემზე პატარაა და რომ მეტყოდე რომ დაეხმარეო დავალების დაწერაში, ხომ მეტყოდი მათემატიკაში, თქვა აი ეს. და ვერ გაიგო. კაი და ჯექი მე დაგიწერ. მე რჩივდა დამეწერა, ვიცი რომ დათურს დათურის ამსახური, მაგრამ არ მქონდა იმისი ნებისყოფა რომ ორჯერ მეთქვა. ერთი და იგივე. მესმის. შენ რეალურად 21 საუკუნის პერსონაჟებზე წერ, მაგრამ მაინც მგონია რომ წერა ყოველთვის არის სამყაროს აგება. როგორ აგებ ამ სამყაროს? რავი,
ვცდილობ პირველ რიგში რომ რეალისტური იყოს და ისეთი პერსონაჟები შევქმნაი, რომელიც საინტერესო იქნება სხვისთვის. საინტერესო იქნება და არ იქნება როგორ იცი, ძალიან არალი რომ წაიკითხავ და რომ თქვა რომ შეუძლებელია ასეთი პერსონაჟი არ შემოგვიყვანოს. მაშინ რაღაც ისეთი ჟანრში უნდა წერდე ფანტასტიკაში და რაღაც. ხო, რაღაცა რა. მაგრამ აი რო გადაშლი და ჩვეულებრივი ისტორიაა 21 საუკუნის და აი იქ რაღაც ისეთი პერსონაჟი მოყვება, რომელიც შანსი არ არის რომ მიხვდები რომ ამას აქ რა უნდა შეცდომით აქ რა მოგიყვანა შემადლიანო. აი ეგეთი პერსონაჟი ვცდილობ არ გამომეპარო. შეიძლება გამეპარაკიდებაც არ ვიცი, მაგრამ აი არა რეალური სამყაროები, ასე ვთქვათ და პერსონაჟები არ მინდა რომ იყოს. შენს წიგნებში პერსონაჟებზე რა გავლენას ახდენს გარემოცვა და ის სამყარო რაც შეუქმენი? კი, ახდენს რა თქმა უნდა, როგორც ჩვეულებრივ ადამიანების ცხოვრებაშიც პირველ კლასში ვისწავლეთ, ხომ არ ვიცი შენ დროს ისწავლება და თუ არ usუნოყვავი. Usუნოყვავილი კი, ჩემს დროსაც იყო. მაგით გვასწავლდნენ რომ გარემოს როგორი მნიშვნელობა აქვს და ეგრე არის ყველგან რა. წიგნშიც ვცდილობ რომ ეგ ვაჩვენო რომ თუ კარგი მეგობრები გყავს, თუ კარგი გარემოცვა, თუ კარგი ოჯახი, მაშინ ეს გეხმარება რომ უფრო შემდგარი იყო, უფრო თავდაჯერებული იყო, ლაღი იყო, მხიარული იყო, არ ვიცი და 1000 პრობლემა თუ გაქვს, მეგობარი გატყუებს, ოჯახის წევრი გატყუებს რაღაცა, არაფრის ხალისი აღარ გიქნება ალბათ და ვეღარ იქნები ისეთი თავისუფალი ლაღი, როგორიც შეიძლება რეალურად ხარ. შინაგანად. ხო. სენსორულობა და შეგრძნებები რამდენად მნიშვნელოვანია შენს წიგნებში? აი მაგალითს მოგიყვან და უფრო მიხვდები რას გულისხმობ. როდესაც მეორე წიგნზე ვმუშაობდი, ყველა სურნელს აღწერდი. ეს გოგო ჩადის საფრანგეთში, პარიზში და მინდოდა ჩემი მკითხველი რეალურად წამეყვანა ჩემთან ერთად პარიზში, მოკლედ. და იქ კრუასანის სურნელი, იქ ლავანდას სურნელი. ოღონდ ეს ყველაფერი მოხდა ისე, რომ მე საფრანგეთში არ ვიყავი ნამყოფი, პარადოქსია ალბათ და მე ჩემმა დაქალმა დამპატიჟა წამიყვანა სპეციალურად, იმიტომ რომ გამეგო რამდენად ემთხვეოდა ეს ჩემი წარმოდგენები რეალურ სურნელებს. და აღმოჩნდა, რომ ყველაფერი იყო შესრულებული 10-იანზე. შენთან თუ აქვს მნიშვნელობა სურნელს, გემოს, შეხებას, აი ამ ყველაფერს აღწერ მიყვები? თუ არ აქცევდი და თქურა? არა, ზოგჯერ არის ის მოიტანს რა სიტუაცია, მაგრამ ცხოვრება ჩოგურში წესებში არის გასდევს ხოლმე ლიმონის სურნელი. თელ გასდევს ლიმონის სურნელი. აი ციტრუსი ლიმონიც მიყვარს ზოგადად. ალბათ აჭარელისთვის არა, ხომ გასაკუთრებით. ბუნებრივია. ციტრუსი მიყვარდეს, მაგრამ აი ლიმონი განსაკუთრებით მიყვარს და ყვითელი ფერზე ვგიჟდები და რაღაც ამისი ის მინდოდა ხაზგასმათან ლიმონი ჩემთვის სიცივესთან, სიგრილესთან რაღაც ცოტა ეგზოტიკურ იმასთან არის ასოცირებული, მაგრამ ისე რაღაც ყველა წიგნში მაქვს ეგ ნახსენები ან ისე მაქვს რაღაც გმირი აღწერილი რომ თქვათ შეხედო და იცნო ქუჩაში აი ჩემი გმირი მოდისო ეგრე არ არის შეიძლება ზოგ წერალს ესე გამოსის აი წაღან ტომსოირი ვახსენეთ და ახლა ჩოგბურთთან გადაკვეთაში ვიტყვი ასეთი ჩოგბურთელია იტალიანი იანიკ სინერი და ჩემი ფავორიტი ჩოგბურთელია და სულ ვაბიძახი იმიტომ რომ ეგ ბიჭი რო დავინახე პირველად ჩოგბურთის თამაშისას რასაც ქვია გავიფიქრე რომ ზრდასრული ტომსოირი ესეთი ექნებოდა მეთქი ახლა მზისფერით მებით ცოტა ჭორფლებით რაღაცა ასეთი ღიმილით და იმ დონეზე ჩარჩენილი მქონდა მარკ ტვენის ის პერსონაჟი რომ აი ეს არის ტომსოირი დაქრა შეეგრე აი შეიძლება ბავშვობაშიც იყო ეგრე მაგრამ მაშინ არ ვიცოდი რომ დაქრაშვა არ არსებობდა და მე რო ერქვა თინათინ არ არსებობს ნაწარმოები კონფლიქტის გარეშე. რეალურად იმიტომ ვწერთ, რომ წარმოვაჩინოთ ეს კონფლიქტი და მე მოგვარების ხერხები შევთავაზოთ ადამიანებს. შენს ნაწარმოებებში რა სახის კონფლიქტებია? აი საზოგადოების და ადამიანის დაპირისპირება, ადამიანის დაპირისპირება საკუთარ თავთან და მის ბნელ მხარესთან, ადამიანის და ბუნების შეხლა, აი რა სახის კონფლიქტები გაქვს? უფრო ალბათ საკუთარ თავთან იგივე აი NG მეორე შანსის წინაშე რო დგება საკუთარ თავს ებრძვის რომ აი ამას თუ მივიღებ
ვიღალატებ იმას წინა ცხოვრებაში ვინც მიყვარდა ხო ან თქვა და იმ ცხოვრებაში მაქვს ეგ მან ზოგადად ისეთი თემა საზოგადო შეიძლება საზოგადოებასთან პიროვნებას შორის ჭილიზეც იყოს საუბარი მაგრამ თვითონ თავარი პერსონაჟი კესანე ებრძვის საკუთარ თავს რომ თვითონ ძალადობის მსხვერპლ ქალებს იცავს მაგრამ მისი მეგობარი რომელიც მოძალადის სახელით ციხეშია იმაზე უარს ვერ ამბობს და მიდის ნახულობს ციხეში იმიტომ რომ ფიქრობს რომ ეს ანუ ახსნას უძებნის რატო არის მოღალატე და მე მეგობართან აღიარებს რომ მე ყველა იქ მის ციხეში ნახვაზეო საკუთარ თავს დამნაშავედ გრძნობდიო რა და შინაგანი კონფლიქტები შეიძლება ნებისმიერ ადამიანს ჰქონდეს ის ვინც ციხეშია რეალურად დამნაშავეა რეალურად დამნაშავე არ აღმოჩნდება და აი იქ ამბობს ეს ჩემი პერსონაჟი რომ შეიძლება შენს ალბათ ყველა ადამიანს ყავს ცხოვრებაში ერთი ადამიანი მაინც რომელსაც არანაირ დანაშაულს არ დაიჯერებს რა იმდენად რაღაც წმინდა არა მე ერთ მაინც ვიძახი რომ აი რომ თქვან რომ მოძალადიაო ვერ დაიჯერებს შანსი არ არის რომ თქვა რა რაღაც ეგრე ქონდა გულის სიღრმეში მაგრამ ისე მოაწყეს რომ დამნაშავე გამოიყვანეს და ეთყობა ამ გულს უფრო დაუჯერა და იმიტომ დადიოდი შენ გონებას უფრო ენდობი ხოლმე თუ გულს აი, რა ვიცი, ზოგჯერ სპონსორ გადაწყვეტილებასაც ვიღებ, მაგრამ ისე ხშირად ბევრს ფიქრობ და რომ ვაკვირდები გამოცდილებიდან ჯობია რომ უცებ მიიღო გადაწყვეტილება. რაც უფრო ფიქრობ, უფრო გიჭირს მერე გადაწყვეტილების მიღება. ანუ გულს მიენდო, ხო? ხო, ალბათ, იმიტომ რომ აი, რამდენჯერაც მიფიქრია, ყველა დღე უფრო გამრთულებია გადაწყვეტილების მიღება. აი შარშან გეუბნებოდი მგონი ბათუმში ჩვენი შეხვედრისას. თელი ზაფხული ვფიქრობდი ეს მსხვერპლი გავაგზავნო გამომცემლობაში, არ ხო, წინა დღეს გავაგზავნე მეთქი რა. რაღაცაზე მომწერა გამომცემლებიდან ხო მოდიხარ და რაღაცაში მითანხმებს და მე ის მეოთხე წიგნი გამოგიგზავნო უნდა მეთქი და გამომიგზავნე. როგორი სიურპრიზებით ხარ სავსე გავიგზავნე. შევთანხმდით რომ გაზაფხულზე იქნებოდა, იმიტომ რომ ჩემი ყველა წიგნი წლის მეორე ნახევარში იყო და მინდოდა რომ რაღაც აი სიცოცხლე რომ აი ამ პერიოდში და ზუსტად 15 დღეში მწერს რომ ნოემბერში იქნებაო ფესტივალისთვისა და აი ეგ მართლა შოკი იყო რომ ასე უცებ სწრაფი ტემპით ხო აქ თემის აქტუალობიდან გამომდინარე ალბათ სწორი არჩევანიც გააკეთეს და აპრიორიტეტეს რომ სწრაფად გაივლო ეს რედაქტირება კორექტირება დაკაბადონება და მთელი პროცესები ქვესიუჟეტებზე მინდა საუბარი რეალურად კი შევეხეთ მეტნაკლებად თუნდაც ის რომ შენი პერსონაჟი კესანე მეგობართან მიდის ციხეში ეს უკვე ქვესიუჟეტია რამდენად მნიშვნელოვანია შენს წიგნებში ეს ქვესიუჟეტები და რა დატვირთვა აქვს მე ვფიქრობ რომ აი მთავარი ხაზის გარდა მნიშვნელოვანი არის მეორე ხარისხოვანი სიუჟეტებიც და მოქმედი პირებიც ასევე იმიტომ რომ აი ერთი ხე წარმოვიდგინოთ და იმას ხომ ფოთლები უნდა უფრო ლამაზი იყოს უფრო სრულყოფილი იყოს და ასე საჭიროება მოითხოვა ზოგჯერ რომ შემომეტანა მაგალითად NG შემთხვევაში რაღაც გაჭედილი ვიყავი და აი შემოვიდა ის თემა რომ ნაშვილები იყო და სხვათა შორის გამოცდილმა მკითხველმა ერთმა რომელიც ასე ჩვენ ლიტერატურულ ტურნეზე გადავიკვეთეთ ქარდახარდუხი მან მიხვდა ეს თემაო შენო იმიტომ შემოიტანე რომ იმიდან გამოგეყვანაო კრიზისდანო პერსონაჟიო და აი ეს თემები გჭირდება შეიძლება კრიზისთან გამოიყვანო შეიძლება უფრო მრავალფეროვანი გახადო ვიღაცის ცხოვრება ან რაღაცა მაგრამ ეს აუცილებელი არის რომ წიგნი უფრო საინტერესო გახდეს პატარა დეტალები რომელსაც სხვათა შორის მკითხველი იჭერს და ბევრ დროს უთმობს ისეთი რაღაცა მოუწერიათ გავააზრებლად რომ დამიწერია რა აუ შენ რო ამას შეეხედა ფიქრობ როდის მე ვიყავი ნამდვილად თინათინ ქონია ასეთი შემთხვევა რომ მეორე ხარისხოვან პერსონაჟს უცდია პირველ ხარისხოვანი პერსონაჟის დაჯაბნა რომ შემთხვევით გადაჩრდილა ამ ასეთი ჩემს წიგნებში ჯერჯერობით არ ყოფილა შეიძლება მომდენო წიგში უარესებიც მოხდეს რა
შეიძლება ეს საუბარიც გახდეს ინსპირაცია. ვინიცის. აი საუბარი ახსენე დიალოგები ძალიან მნიშვნელოვანია წიგნში. როგორ წერ ავთენტურ რეალურ დიალოგს, რომელიც არც ძალიან პათეტიკურია და გადამლაშებული, არც ძალიან მშრალი. იმდენჯერ ვახსენე მეგობრები, ერთი ძალიან ძვირფასი მეგობარი მყავს ნადია და მას აქვს ჩემთვის ნათქვამი, კარგი მკითხველია და პედაგოგი და ასეთი რაღაცა აქვს ნათქვამი, როგორც მკითხველს. მე რო წიგნს წავიკითხავო და თუ გავიფიქრე, რომ ამის დაწერას მე კი შეუძლებდიო. ესე იგი არც ისე კარგი წიგნია რა, უნდა თქვა რომ ვაუ, ამას ეს როგორ მოიფიქრა ავტორმა. დიალოგებში რაღაც მასე ვარ მე. ოღონდ პირიქით, ანუ იმას არ ვათქმევინებ პერსონაჟს, რასაც მე არ ვიტყოდი. არასოდეს რომ არ ვიტყოდი, იმას არ ვათქმევინებ რა. აკი არ მგავს ჩემი პერსონაჟებიო. არა, იმ სიტუაციაში რომ ვიყო, მასე არ ვიტყოდი რა. ხო, მაგრამ ეგ ხო რეალურად უკვე გამსგავსებთ ერთმანეთს, რომ ორივენი რაღაცას არ იტყოდით, არ გააკეთებდით. მაგრამ ეს ყველა პერსონაჟი ეხება ზოგადად, რა დიალოგების არსი ისე არის, რომ ძალიან არარეალური არ იყოს, თან ამ სიტყვებით უფრო მეტი გითხრას, ვიდრე თქვათ, შეიძლება ზოგს მწერას ახასიათებს, რომ ქცევით უფრო მეტი ათქმევინოს პერსონაჟს, მაგრამ მე მიყვარს დიალოგები. კითხვაც მიყვარს და მეც მიყვარს დიალოგები. ხო. რაში უფრო ძლიერი ხარ შენი აზრით? აღწერაში თუ დიალოგში? ფიქრობ ალბათ უფრო დიალოგში დიდი წილი დიალოგებს უჭირავს, მაგრამ ახლა რო ვუყურებ, აი ძველს რო გადავხედავ ხოლმე, შეიძლება იმის გამო რომ მაშინ გამოცდილება მაყდა ბევრ რაღაცას, აი გაშალაშინება ჭირდება და როგორც ავტორს, როცა მეუბნებია რომ წიგნამდე გავიზარდე, ძალიან სიამოვნებს. ბუნებრივია. რის ხარჯზე იზრდები? აი შენ თქვი რომ მე 4 წიგნზე მითხრესო რომ ძალიან მაღლა აწიე ეს თამასაო. რამ გამოიწვია ამხელა ნახტომი? ჯერ მართლა ვფიქრობ რომ გამოცდილება, იმიტომ რომ პირველ როგორც გითხარი, არაფერი არ დამიწერია და მე უცებ წელი რომანი. წიგნის ავტორი ვხდები და თან როგორ იყო მე ხომ აჭარაში ვარ, აქ წიგნი იმას იქმნება და მე მაქვს კომუნიკაცია ონლაინ და წიგნი მზად არისო, ჩამოიტანესო, პრეზენტაცია დანიშნესო, წიგნი ხელში არ მჭერია და ვამბობდი რომ მოვდიოდი მაშინაც რომ სანამ წიგნს ხელში არ დავიჭერ, ვერ დავიჯერებ. ვერ გავაკეთებო. არა, ვერ დავიჯერებ, მეთქი რომ რაღაც მართლა ზღაპარებით იყო რა, ჩემი შემთხვევაში მართლა ზღაპარებით იყო, იმიტომ რომ ბევრი სხვა ავტორები ყვებოდნენ რომ ბავშვებიდან ოცნებობდნენ, ბევრჯერ უცდიან გამომცემლობაში გაუგზავნიან, მე არ ვიყავი რა ეგრე და აქედან გამომდინარე გამოცდილება მართლა არ მქონდა. ალბათ გავიზარდე, პლუს მაგას მე ვცდილობ რომ მოусმინო ყველა რედაქტორს ახლა, ვინც მაძლევს რჩევას. სულ ვეუბნები, ჯერ ისედაც გრამატიკული გასწორება არც მეკითხებიან, იმიტომ არიანო გაასწორონ თქვა, მაგრამ რაც რჩევებს მაძლევენ, რომ ეს ასე ხო არ იყოს, სულ თან ხვდები. მე ბევრი ეპიზოდ შევლევი ვარ იმის გამო, რომ რედაქტორს ვთქმია, რომ ეს არაფრის მომცემია და შეიძლება წიგნი გააბანალუროს. ვცდილობ რომ მოусმინო რა. მე ვიც მასეთი ძვირფასია ჩემს ირგვლივ და მეტყვის რომ აი ცოტა აქ აი ამ პერსონაჟს რაღაც აკლია. ეს რა ასე იყოს და აი მნიშვნელოვანი ადამიანები ვინც მიმაჩნია რომ კითხულობენ, ვისაც შეუძლია რომ შესაბამისი აზრი მითხრან და იმათ აზრს ვითვალისწინებ, გამოცდილებას ვაგროვებ, ვფიქრობ რომ ამან განაპირობა და თან ახლა საკუთარ თავს კიდევ იმაში ვიჭერ რომ ირგვლივ რაც ხდება, ვცდილობ რომ დავიჭირო რაიმე საინტერესო წიგნისთვის მასალა ხო არ არის. დიალოგი, ფაქტი, ფილმიდან შეიძლება რაღაც ერთი ფრაზა დაიჭირო, ხო, მუსიკას მოусმინო, რა ვიცი, ფეხბურთს უყურო და ის გოლის აღნიშვნა მოგეწონეს ვიღაცაში და აუ, შემაგმე რომ ეს გააკეთოს. ანუ რეალურად შენ გაიზარდე იმის ხარჯზე, რომ იცი მოსმენა, იცი რჩევის გათვალისწინება და ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ხო, ალბათ. კი, რჩევების მიღება ზოგადად უნდა შეგეძლოს. ვფიქრობ ახლა დროა რომ რჩევა გასცე შენ. რას ურჩევდი დამწყებ ავტორებს? როგორც აქამდეც არაერთხელ თქვით, რომ უნდა წერონ გულწრფელად, რაც იციან, არ უნდა მოიგონონ, არ უნდა ეცადო ახალი ველოსიპედის გამოგონება რა. რაც იცი, რაც შენთვის მისაღებია, შეიძლება პირველ საზე არ გამოგივიდეს, თუ მწერლობა მართლა გინდა, ფარხმალი არ უნდა დაყარო. შეიძლება მე შენ მითხრა რომ არ ვარგა.
მე გავუგზავნე სხვას. შეიძლება იმას მოეწონა, იმიტომ რომ სუბიექტურია ხო ყველას შეფასება. ან შეიძლება ხო შენ წაიკითხო, შენ თვითონაც აღარ მოგეწონა შენი ნაწერი, მაგრამ დროში უნდა გაიზარდო რა. მეტაფორები, სიმბოლიკა, ალეგორიები. წინასწარ იცი დაახლოებით რა სიმბოლიზმს ჩადებ წიგნში, თუ იქვე იბადება ქვეცნობიერად. რაღაცა სიმბოლოები, აი თქვათ მოყაროს ყოველ შემთხვევაში მქონდა ბაბუაწვერა. ძალიან მიყვარს ბაბუაწვერა. თან მე ხომ ისე სოფელში ვცხოვრობ და აი ყველა ბაბუაწვერის თანახვაზე მახსენდება, ის მოუწყვეტო უნდა და კი, სურვილი უნდა ჩაიფიქრო ჯერ. აი და თან მომწონდა ის იდეა, რომ ბაბუაწვერა ხომ ველურია. ვერ შეაგროვებ ვიღაცას ბაბუაწვერის თანხმოვან. ვერ აჩუქებ, ვერ გაყიდი, რაღაც ველურია, გაუყიდავია. რაღაცნაირად დაუმორჩილებელი. შინაგანად გავს ბაბუაწვერა? თლად არც მინდა რომ გავდე, რომ ქარის და თან ისიც მოგწონს რომ ველური და დაუმორჩილებელი. მაგრამ აი ყველა დაკროლაზე რომ უნდა გაიფუტო არ მოგწონს. ხო, მაგრამ აი რაღაცნაირად ეგ მომწონს და მაგასაც ხშირად მეკითხები, ან ბაბუაწვერას სტატუ ხო არ გაქვს სადმე? არ მაქვს. სტატუები საერთოდ არ გაქვს? სტატუები არ მაქვს. მე მახასიათებს რაღაცა კიდევ, რომ რაღაცები მალე მბეზრდება და სულ მაქვშიში რომ შეიძლება სტატუ დავიტანო და მე მომბეზრდეს, მაგრამ მინდა. აი ეგ მინდა როდის დამიდგება საბოლოოდ არ ვიცი. ისეთ ადგილას გაიკეთე, სადაც ვერ დაინახავ და არ მოგბეზრდება. მაშინ რად მინდა? ნუ გეცოდინება რა გაქვს. რა ვუამბო მკითხველს და რა დავუტოვო მის ფანტაზიას წარმოსადგენად და საფიქრელად. ეს კითხვა ყველა ავტორს უჩნდება საკუთარ თავთან. რამდენად ენდობი შენს მკითხველებს, რომ თუ რაღაცას არ იტყვი და გაჩუმებას ამჯობინებ. და სასრულიძე უფრო თუ შიგნით? შიგნით. რომ ის თავად წარმოიდგენს და მაინც დაინახავს სრულ სურათს, რომ თუ რაღაც ფარული მინიშნება მიეცი, იმას გაიგებს. ხო, იცი რა, ზოგი მინიშნება სხვათა შორის არასწორად გებულობს. ამიტომ ასე ძალიან ძნელი არის, აი იგივე მსხვერპლზეც მითხრეს ბოლოს რაღაც ისე აი მე მინდოდა რომ აი კესანესთვის მეგობრად შემოყვანილი ბიჭზე მითხრეს რომ რატო არ დარჩავ იმის ერთადო და არსად არ მიცია მინიშნება რომ უყვარდა. იმან დაინახა. იმან დაინახა, რანაირად ვერ მივხვდი და აი გააჩნია რა, შეიძლება ძალიან არასწორად გაიგოს და შეიძლება შენზე კარგადაც გაიგოს. პატარა მინიშნება, უფრო დიდად გაიგოს და დაინახოს. მე მაგალითად ჰარი პოტერში მქონდა სერიოზული უკმარისობა იმის, რომ ჰარის და ჰერმიონის ურთიერთობა რატომ არ განვითარდა რომანტიკულად, იმიტომ რომ ჩემი გადმოსახედიდან იმ დროს ახლა შეიძლება აღარ ვეთანხმებოდე, ერთმანეთისთვის იყვნენ შექმნილები. აი, აქ დადგა აღიარების, რომ მე ჰარი პოტერი არ მაქვს. რას მეუბნები? ჰარი პოტერი არ გაქვს წაკითხული? არ მაქვს, ჰარი პოტერი ნანახი არ მაქვს. ჯადოქრობა რაღაც ფანტაზია ეგ არ არის. აი, რას მელაპარაკები შოკირებული. ჰარი პოტერის კითხვას მე მივჩენია წავიკითხო, თქვათ 13 ფარტი მარსელი წავიკითხე, ვიმოგზაურე მარსზე, რასაც ქვია მარსზე ვიყავი ერთი კვირა. გეხვეწები, წაიკითხე ჰარი პოტერში. მაგისთვის ახლა ამდენი ტონა წიგნისთვის ვეღარ დავხარჯავ დროს. იმდენი წიგნი მაქვს სიაში წასაკითხე. ბოლო ორი კითხვა. შენი პერსონაჟების ბედისწერას თავად განსაზღვრავენ პერსონაჟები თუ განსაზღვრავს ცხოვრება? ანუ ეს არჩევანის საკითხია თუ ბედის მწერალმა დაწერა მეტაფორულად? ჩემი პერსონაჟის ცხოვრებას განსაზღვრავ მე. როგორი თავმდაბალი ხარ? არანაირი ბედისწერა. თუ მინდა მომკლავ, თუ მინდა ბედნიერს ამბობ. შენ ხარ მათი ბედისწერა, მიხვდი? ანუ მაინც ბედისწერა განსაზღვრავს. უბრალოდ ბედისწერას ქვია თინათინი. ვერაფერსაც ვერ წვეტენ თავად. და დასასრული. როგორი დასასრული გირჩევნია და შენი აზრით ზოგადად, ნუ ხო ვიცით ორნაირი დასასრული არსებობს. ერთი როცა ამოწურულია საკითხი, ყველა კითხვაზე პასუხი მივიღეთ და მეორე როცა სამი წერტილი დარჩა და ფიქრი უნდა გააგრძელო. შენ რომელი უფრო მოგწონს და შენი აზრით მკითხველს რომელი ურჩევნია? მკითხვას ალბათ ურჩევნია ყველაფერო
5-იანზე რო არის აღწერილი და დალაგებული. ის ბედნიერია, ის თურმე ციხეში წავიდა. საწყალი. მოკდა, იმსახურებდა. გარკვეულობას ზოგადად ადამიანები ვერ იტანებიან, მათ შორის მეც, მაგრამ ზოგ შემთხვევაში მიყვარს ეგეთი დასასრული, ალტერნატიული დასასრულების რო ეძახიან და მე როგორც მინდა, როგორც აღანა აღიარე. წერალი რომ ისეთ დასასრულს თავაზობს, რომელიც არ მომწონს, მაგას მირჩენდი ალტერნატიული საშუალება მომციეს და მე როგორც მინდა ისე დავასრულებ, იმიტომ რომ მაინც ისე ვასრულებ გუნებაში როგორც მე მინდა. ხო, და სხვათა შორის ისა, შეიძლება სხვა უკეთესად დაასრულოს, ამისი მაგალითი არის სტივენ კინგის ნისლი თუ იცი, ხო და ხო პატარა მოთხრობა ხო არის და ის ასრულებს და მე მაგაზე ფილმი შეიქმნა, რომელიც სულ სხვანაირი დასასრულით არის და სტივენ კინგმა აღიარა რომ ფილმის დასასრული ჯობდაო. ხო, აი ეგ ესე რო დამესრულებია უკეთესი იქნებოდაო და. ახლა ხო არ გამოვიდა ეგ ფილმი, ახალი გამოსული ხო არ არის? მგონი რაღაც კორონა ბამედილს უბრალოდ ახსენ, იმიტომ რომ მე ვარ კინგის ფანი და თითქმის ყველა ეკრანიზაცია მაქვს. ესე იგი კინგის ფანი და როულინგის ფანი შევხვდით და მე აქ სადღაც კინგი არ მაქვს წაკითხული და შენ კიდე ჰარი პოტერი. ძალიან დიდი მადლობა რომ ეწვიე. უზომოდ საინტერესო იყო. დარწმუნებული ვარ რომ ჩვენ მამაყურებლებმა და მსმენელებმაც ისიამოვნეს. ასევე მადლობა თქვენ რომ იყავით ჩვენთან ერთად. მე ვარ თათული ღვინიანიძე, ლიტკურუს წამყვანი. გელოდებით მომდევნო ოთხშაბათს 8 საათზე. ნახვამდის.